კოლეგა რომ დააკავეს, ოქროს ნივთი რომ მოპარა მგზავრს, რა იცით ამის შესახებ, როგორ დაეუფლა ის სხვის ქონებას? გენინსპექციის თანამშრომლებმა ხელბორკილები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ძარცვის საქმეზე დაადეს. პოლიცია ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 35 წლის თანამშრომელმა მგზავრის ოქროს ნივთი მოიპარა. პირველების ინფორმაციით დაცვის პოლიციელს ოქროს ორი ნაკეთობა, რომელიც მგზავრს დარჩა, დაკარგული ნივთების ოთახში ჩასაბარებლად გაატანეს, თუმცა პოლიციელმა პაკეტი გახსნა. ერთი ნივთი ამოიღო და მეორე შესაბამის ოთახში ჩააბარა. როგორ აიღო და როგორ მოიპარა ამ ადამიანმა ოქროს ნივთი? გაიგეთ, რომ თქვენი თანამშრომელი არის დაკავებული, იცნობდით ამ ადამიანს? ალბათ, რატო დამყვებით, არ ვიცი და რა გავაკეთო. აქ დააკავეს სამსახურში? მორიგეობის დროს აიყვანეს? 28 წუთია ბატონო აქ ხართ ჩაკეტილი და რატო იმალებით ის მაინც მითხარით? თქვენს დაკავებულ თანამშრომელთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები, რომელიც დააკავა გენინსპექციამ, იმიტომ რომ მგზავრს მოპარა ახლა სამსახურეობრივ გულგრილობას არ ავლენთ, როდესაც 9 საათზე მეტია სათადარიგო ოთახში ხართ გამოკეტილი? იქნებ მგზავრებს თქვენი დახმარება სჭირდებათ. არის თუ არა დაცული მოქალაქეების პირადი ნივთები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ეს იყო პირველი შემთხვევა, თუ საჩვენებელი დაკავება უკავშირდება ძარცვის სხვა ფაქტების პრევენციას. ამ კითხვებს ახლა პასუხი საქართველოს პროკურატურამ უნდა გასცეს. აეროპორტში სრული მდუმარებაა. ქურდობის ბრალდებით დაკავებულ კოლეგაზე აქ არაფერს ამბობენ. არც გაგიგიათ, რომ თქვენი თანამშრომელი კოლეგა არის დაკავებული? არ ვიცი. არ გამიგია მაგრამ როდესაც შიდა სივრცეში გადაინაცვლებენ მოქალაქეები, იქაც ხომ არიან თქვენი თანამშრომლები? დიახ. რამდენიმე თანამშრომელი არის და ბარგთან წვდომა არ გაქვთ თქვენ. პირად ნივთებთან, რასაც ატარებენ სპეციალურ სკანერში. ჩვენ არ ვეხმართ. აქ არის დაკარგული და ნაპოვნი ნივთები, ხო? პოლიციის თანამშრომელი რომ დააკავეს. მგზავრს ნივთი მოპარა, იცით ამის შესახებ? რა ვითარებაში მოხდა ამ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, არ წერია რა ვითარებაში დაიკარგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოქროს ნაკეთობები. დაცვის პოლიციის დაკავებულ თანამშრომელს ბრალის დადგენილებას ხვალ გააცნობენ. დაკავებული დუმს მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ მედიასთან ქურდობაში ეჭვმიტანილი პოლიციელის ინტერესებიდან გამომდინარე არ ითანამშრომლებს. ადამიანებთ რა მასწავლს მე სიტუაცია და მაგის საათია ჟურნალისტი და რაღაც რეპორტაჟები და რაღაცეები რა. გაწყობს რას ნიშნავს ბატონო გოჩა ნიშნავს და ქართული არის ბრალდებული ინტერესებიდან გამომდინარე არ გავიგე კომენტარს თქვენს დაცვის ქვეშ მყოფს გაატანეს ნივთი ჩასაბარებლად დაკარგული ნივთების ოთახში უნდა ჩაებარებინა. დაცვის პოლიციის მხრიდან ჩადენილ ქურდობასთან დაკავშირებით შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში აეროპორტიდან შევიდა. 35 წლის კაცი გამთენიისას დააკავეს და პირდაპირ იზოლატორში გადაიყვანეს. კაცი, რომელმაც დაცვის პოლიციაში წლები იმსახურა, 5 წლამდე ციხეში ყოფნა ემუქრება. ჩვენთან ფიქსირდება მხოლოდ შეტყობინება პოლიციის თანამშრომლის ქმედებაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენთან რა შეტყობინება დაფიქსირდა? ანუ ინსპექცია ახლა სწავლობს ამ საკითხს. არ გაიცემა ინფორმაცია. დაცვის პოლიციის თანამშრომლები აეროპორტში სამუშაოდ სპეციალური 6-თვიანი გადამზადების შემდეგ ხვდებიან. პოლიციელებმა, რომლებმაც წესრიგი უნდა დაიცვან, ჯიბის ქურდობაზე არიან გადასულები. აქ აკადემიაში გადიან და მერე ხვდებიან აეროპორტში. ყველა გადამზადებას გაქვს ისე ამუშავება. და რამდენხნიანია ეს გადამზადება? და ახალი მოსვლები მაშინ უზადებია. აკადემიაში არასწავლიან, რომ ნივთები არ მოიპარონ? აკადემიაში ისეთ უხერხულობ მაგრამ რაღაცები. სადასწავლებს ხო იმას რომ ნივთები მოიპარა. ხო და მოიპარა თანამშრომელი. მოიპარა რა შეიძლება. არის რა მოიპარა. არაფერი არ გაგიგებთ თქვენ? არ ვიცი მე არ ვიცი შესაძლოა. 35 წლის კაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. სავარაუდოდ ხვალ მოსამართლე მის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ძალოვანი უწყების თანამშრომელს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.